სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სატყეო სააგენტოს უფროსი ბიზნა გიორგობიანი, სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დოკუმენტი ქვეყნის სატყეო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. მისი ძირითადი პრიორიტეტებია ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება, ტყის მფლობელობა, მართვა და კანონმდებლობა, ასევე ადაპტაცია კლიმატის ცვლილებების ზემოქმედებასთან. ეს არის ძალიან დიდი ინტერესი. ტყე აინტერესებს ყველას, დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებიდან დასრულებული ადგილობრივი მოსახლეობით, აინტერესებს ადარდებს ყველას. ტყის საკითხები იკვეთება როგორც პარალელური სამინისტროების ფუნქციებთან და საქმიანობასთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო ძალიან წარმომადგენლობითი, რადგან ეროვნული სატყეო პროგრამის დოკუმენტი უნდა იყოს ეს საერთო დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აბსოლუტურად ყველას ინტერესი. ეს რეფორმა გულისხმობს ტყის სწორ მენეჯმენტს და ტყის განვითარების სწორად დაგეგმვას. არალეგალური ტყის მჭრელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც პოლიცია, ზედამხედველობის სამსახური და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს იყო არასწორი მართვის სისტემა, არასწორად გაკეთებული და დღეს ფაქტობრივად გვაქვს ძალიან სავალალო მდგომარეობა და პრობლემები ტყის მართვასთან მიმართებაში. დღეს ჩვენ გვაქვს ის მომენტი, როცა შეიძლება სტრატეგიაზე საუბარი, როცა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ ისე როგორ შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, რომ ეს ტყე საბოლოო ჯამში დარჩეს მომავალ თაობას.